ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 25-ის წინააღმდეგ რუსეთს საქართველოს ომის შედეგების შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. ასამბლეამ ქართული დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტი წარდგენილი ცვლილებების ძირითადი ნაწილი მოიწონა და დააკმაყოფილა კიდეც. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ასამბლეამ დოკუმენტი რუსეთის არც ერთი შესწორება არ გაითვალისწინა. როდესაც ლაპარაკია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, რომ რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპები, მეზობლებს შორის, ევროპის საბჭოს წევრ-ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და რომ ამ ყველაფერზე პასუხი აქვს საგებელი, თუ კი უკან არ წაიღებს ამ თავის გადაწყვეტილებებს. და აპრილში დაიწყება ახალი განხილვები. ზღვარზე იდგა რუსეთის დელეგაცია, რომ არ განხილულიყო მისი რწმუნებულობების საკითხები, მაგრამ კიდევ ერთხელ ევროპის ერები აძლევენ შანსს, რომ რაღაცა ნაბიჯების გადაცემა დაიწყოს. რეზოლუციის პროექტში ახალი პუნქტი გაჩნდა. ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და ევროპის საბჭოს დადგენილი პრინციპების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან ასამბლეა ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგულებას და განმეორებით მოუწოდებს რუსეთს უარყოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ასევე სრულად დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და მისი საზღვრების ურღვევობა. ასევე გაიყვანოს შეიარაღებული ძალები მის მიერ აღიარებული საქართველოს რეგიონებიდან. პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტებია ის, რომ ევროსაბჭომ უკან არ დაიხია საკუთარი მოთხოვნებიდან, კიდევ ერთხელ მიუხედავად რუსეთის მხარის აბსოლუტური წინააღმდეგობისა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ თხოვს რუსეთს უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში უკვე სამომავლოდ დადგება რუსეთის მიმართ სანქციების მიღების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ევროსაბჭო თხოვს რუსეთს ეთნიკური წმენდის შეჩერებას და შეიარაღებული ძალების გაყვანას, მათ შორის აღნიშნული არა მხოლოდ ახალგორი, პერევი და კოდორი, არამედ პირველად გაჩნდა მოთხოვნა რუსეთის მხრიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის და დევნილების დაბრუნების ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ იგულისხმება დიდი ლიახვის ხეობა. კიდევ ერთი დამატება რეზოლუციაში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას ეხება. რუსეთმა უნდა დაუჭიროს მხარი ეუთოს მისიის მუშაობას საქართველოში. არ უნდა შეუშალოს ხელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე. შეფასებული ის ყველაფერი, რაც მოხდა მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით დევნილების დაბრუნების კუთხით, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ და რაც არ გააკეთა რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებმა. მის შემთხვევაში თუ რუსეთი არ შეასრულებს სავალდებულებებს, ამის შემდგომ ალბათ მოხდება კვლავ ჩამოყალიბება იმ სტრატეგიის, რითაც ევროპა დაუპირისპირდება რუსეთის მოქმედებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის საბოლოოდ შეძლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ევროსაბჭომ 3 რეკომენდაციის შესრულება საქართველოს მთავრობასაც დაავალა. გადადგეს მიხეილ სააკაშვილი ჩატარდეს ვაზამდელი საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნები, შეიქმნეს სათანადო პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის ის 3 მოთხოვნა, რამაც ოპოზიცია დროს კიდევ ერთხელ გააერთიანა. 12-მდე არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ხელი საქართველოს ქრისტიანების ინიციატივით შექმნილ დეკლარაციას მოაწერა. პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაციაზე ხელმომწერთა თქმით, შექმნილ სიტუაციაში პრეზიდენტის გადადგომა ერთადერთი გამოსავალია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა 5 წლის განმავლობაში უკანონობაში და ძალადობაზე დაფუძნებული მმართველობით ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. დღეს ჩვენი ერთად ყოფნა, ხელმოწერები, რომელიც ახლა შეგროვდება, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების და პიროვნებების, ეს არის იმისი საფრთხე, რომ მთელი ქვეყანა, მთელი ერი გაერთიანდეს ერთი საქმის ირგვლივ, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ იმ სისტემისაგან, რომელიც დღეს ამ ქვეყანას ანგრევს, უპავს, რომელიც შეიყვანა ეს ქვეყანა ამ უმძიმეს მარცხში და ყველაფერი, რაც დღეს კეთდება ამ ხელისუფლების მიერ, მიდის მარცხისაკენ. ამიტომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. დეკლარაციის ხელმოწერას ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი რეალური გზა არის ის 3 პუნქტი, რომელიც არის მოცემული ამ დეკლარაციაში. ამიტომ ჩვენ ხელს ვაწერთ და უერთდებით ამ დეკლარაციას. თუ მას ამ გადაწყვეტილების მიღება დაუჭირდება, ჩვენ მას მივესალმებით.
ამაზე ვაცეთ შენახულად. არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შედგენილ დეკლარაციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ სურვილს შეუძლიათ, bet კიდევ ერთხელ გაერთიანებული ოპოზიციონერების თქმით, დეკლარაცია ხელისუფლების მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის ერთგვარი წყალგამყოფია. დეკლარაციას ხელი დღეს საზოგადო მოღვაწეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმაც მოაწერეს. ტერიტორიების დაკარგვის გამო, ქვეყანაში 10,000-ობით დევნილების დამატებით გაჩენის გამო, ადამიანების მკვლელობის გამო, საკუთრების უფლების დარღვევის გამო და უამრავი სხვა დანაშაულებებისათვის, რომელიც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, მათ მოუწევთ აუცილებლად ურთიერთობის გარკვევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან და საქართველოს კონსერვატიული პარტია ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ ერთხელ მაინც ქვეყანაში ქვეყნის პირველმა პირმა აგოს პასუხი მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი არის პრეზიდენტის გადადგომა. მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისი. ეს ნამდვილად არ არის სასიხარულო. ქვეყანა რომ ამ თუ მდგომარეობაშია, მე მგონი აღარ არის სადავო, ეს არის ერთი ადამიანის, ერთი პიროვნების დამსახურება, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ის უნდა გადადგეს. უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ქვეყნის გადარჩენის სხვა ვარიანტი, სხვა შანსი არ არსებობს. ნიშნია, რომ სასალკე სხვადასხვა ფლანგიდან სააკაშვილის შეტევა არის არამატებელობის გარანტია და მიმაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმი, გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენ უნდა ყავდეს საერთო კანდიდატები ყველა არჩევნებზე, იქნება საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, რათა არ მოხდეს ისაც მოხდა და ვნახეთ, როდესაც ოპოზიციის კანდიდატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ხელისუფლების თისკუზე დაესხან მხოლოდ წყალს. აი ეს ერთობა, რომელიც დღეს აქ არის და ერთი სულისკვეთება, ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად უნდა იყოს შემდგომი ეტაპის აუცილებელი მოთხოვნა და შემდგომი ეტაპის აუცილებლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ვერ მოხდება ისე, რომ თითო კაცებული, ესე ვიტყოდი, სულისკვეთება იქნება ბოროტებაზე ძლიერი. პირველ რიგში პრეზიდენტის წასვლა, სააკაშვილის გასვლას პოლიტიკური ველიდან. აი ამაში უნდა მოხდეს შეთანხმება. შემდეგ ბუნებრივია თავისით ენიშნება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებიც და ლოგიკურია, რომ შემდგომში საპარლამენტო არჩევნებიც სამსახით უწოდოთ ყველა პრობლემების დედა. ყველა პრობლემების დედა საქართველოში. აი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელზეც ფოკუსირებულია ყველა ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემა. ოპოზიციის დეკლარაციაზე ხელი დღეს არ მოუწერიათ შალვა ნაძელაშვილის, ზურაბ ნოღაიდელის, კახა შარტავას პარტიებს და უპარტიო ირაკლი ალასანიას. საზოგადოება ოპოზიციის ელიტს